საღამომშვიდობისა პირველი არხის ეთერშია საჯარო პოლიტიკა, მე ეკა მიშველაძე ვარ. რამდენიმე დღეში საქართველოში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება. იქნება თუ არა სახელმწიფო პროგრამა უფრო ეფექტური ვიდრე ამ დრომდე, მოსახლეობის რა კატეგორია, რა სერვისს მიიღებს სახელმწიფოსგან და უზრუნველყოფს თუ არა ეს პროგრამა უფრო ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ქვეყანაში. რა შედეგებზე აკეთებს გათვლას ხელისუფლება და რა შენიშვნები აქვთ ოპონენტებს. სწორედ ამ თემებზე ვიმჯერებთ დღეს საჯარო პოლიტიკაში, პოლიტიკის გამტარებლებთან და მათ ოპონენტებთან ერთად და მე წარმოგიდგენთ საჯარო პოლიტიკის დღევანდელ სტუმრებს. ლაშა ნიკოლაძე, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მაგდა ანიკაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი და დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში. დიდი მადლობა ჩვენს აუდიტორიას, რომელიც დარწმუნებული ვარ დღეს აქტიური იქნება და მოდით პირველ რიგში ვინაიდან ჩვენ გვაქვს ეს პრივილეგია და გვყავს სამინისტროს წარმომადგენელი სტუმრად, კერძოდ კი მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამისგან დავიწყებ და ვთხოვ მას, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ კი მოვისმინეთ ამის შესახებ, მაგრამ ჩვენმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ უფრო კონკრეტულად რო გაიგოს, რას თავაზობს ეს ახალი ეტაპი, მას რა იქნება შეცვლილი, რა მოიმატებს, რა დააკლდება ამ პროგრამას და კონკრეტულად რას გულისხმობს ეს საბაზო სადაზღვევო პაკეტი თუნდაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის. როგორც გაჟღერდა, მეორე ეტაპი სთავაზობს მოსახლეობას, როგორც გაფართოებულ ჩამონათვალს, ანუ ძირითად ბლოკებს სამედიცინო მომსახურების, ასევე თითოეული ბლოკის მიხედვით გაფართოებულ სერვისებს. თუ კი პირველ ეტაპზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს თავაზობდა მოსახლეობას მხოლოდ 3 ძირეულ ბლოკს, ეს გახლდათ პირველადი ჯანდაცვის დონეზე გეგმიური ამბულატორიის მინიმალური პაკეტი, რომელიც მოიცავდა ექიმთან ვიზიტს და სისხლის და შარდის საერთო ანალიზებს ელექტროკარდიოგრაფიასთან ერთად, ასევე თავაზობდა გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. დღეს უკვე ჩვენ ვაფართოვებთ სერვისს და ვთავაზობთ 6 ძირითად ბლოკს. პირველადი ჯანდაცვის კუთხით ფართოვდება პირველადი ჯანდაცვის მომსახურება, ემატება სპეციალისტების 7 სპეციალისტის სერვისი, ემატება მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ანუ ეფექტური ინტერვენციები, როგორც ლაბორატორიული კვლევებით, მათ შორის ხოლესტერინის, ლიპიდური პროფილის, კრეატინინის, ANR-ის ჩათვლით, ასევე ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები. ასევე ახალ პაკეტში შემოთავაზებულია გულმკერდის რენტგენოგრაფია და რენტგენოსკოპია და მუცლისხმის ეხო, ანუ ულტრასონოგრაფია. გარდა ამისა, ვაგრძელებთ ამბულატორიულ გადაუდებელ მომსახურებას უწყვეტი რეჟიმით, ფართოვდება ჩამონათვალი 453 ნოზოლოგიური კოდის, რომელიც იყო ჩართული პირველ ეტაპზე გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებაში და რაც ყველაზე მთავარია, ემატება მეორე ეტაპს გეგმიური ქირურგიული ჩარევები, ემატება ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები. გასაგებია, ქალბატონო მარიამ, მე ბატონ ლაშას მინდა ვკითხო, რა დაუჯდება სახელმწიფოს 1 ივლისიდან ერთი მოქალაქის დაზღვევა და ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხარჯები გაზრდილია და არაეფექტურად იხარჯება. მოგესალმებით. პირველ რიგში ცოტა კორექცია შევიტანდი თქვენ კითხვაში, ეს არ არის დაზღვევა, ეს არის პროგრამული ტიპის მართვა, ანუ აქ ხდება პრემიის გათვლა თითო ადამიანზე, ანუ ამ ნაწილში არის ძირითადი განსხვავება. ხო, მაგრამ სახელმწიფოს გარკვეული გათვლები ექნება. გასაკვირველია, გათვლები გაკეთებული არის, ამისთვის გამოყოფილი არის ბიუჯეტი, რომელიც წინასწარვე ცნობილი იყო. ძალიან ძნელია რა დაუჯდება ზუსტად თქმა, იმიტომ რომ საწყის ეტაპზევე საყოველთაო ჯანდაცვა შეეხო იმ ადამიანებს, იმ 2 მილიონ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდნენ. ანუ ისინი დამოკიდებული იყვნენ მხოლოდ თავიანთ შესაძლებლობებზე, თავიანთ ფინანსებზე, შესაბამისად იმ ავადობათა შეკავება ძალიან მაღალი იქნება ამ ადამიანებში, ჩვეულებრივი სტატისტიკა არ იმუშავებს. ეს ძალიან რთულია თქმა, განსაკუთრებით თქვათ ონკოპაციენტებში რა ნაკად შეიძლება ველოდოთ. რასაკვირველია, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ბატონ ლაშა. საშუალოდ როგორ არის საშუალო სტატისტიკა. რასაკვირველია, საშუალო სტატისტიკა არსებობს. ის შეიძლება ჩვენ ჩავშალოთ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით. ეს არის ასაკობრივი ფაქტორი, ეს არის დასაქმებულობის ფაქტორი, თქვათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფაქტორები, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ სეგმენტს ვეხებით, რომელიც
პირდაპირ ჭრილში არ არის არც ასაკობრივი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ჭრილია, ანუ 6 წლიდან 60-65 წლამდე გააჩნია ქალია თუ მამაკაცია, დასაქმებულობა სხვადასხვაა, გავრცობაც არის მთელი საქართველოს, ამიტომ ძალიან ძნელია ამ ადამიანების სტატისტიკის. შეგიძლიათ აი კონკრეტულად გითხრათ, რა შემთხვევებს აფინანსებს სახელმწიფო სრულად? დიახ, რასაკვირველია. ძირითადად სრულად დაფარვა ხდება იმ გადაუდებელი შემთხვევებისა, რომელზეც ქალბატონმა მარიამმა ისაუბრა, ის 453 გაფართოვდა, ზუსტი ციფრი აღარ მახსოვს, მაგრამ გაფართოვდა საკმაოდ მნიშვნელოვნად. ასევე სრულად იფარება 18 წლამდე ბავშვების ონკოლოგია და კიდე გაწეული ესეთი შემთხვევები, რომელიც 18 წლამდე ადამიანებს შეეხება. რას გულისხმობს ეს 18 წლამდე ბავშვების ონკოლოგია? აქ იგულისხმება ქიმიოთერაპია და ასე შემდეგ. დიახ, აქ იგულისხმება სწორედ ქიმიოთერაპია, სხეული თერაპია და ასე შემდეგ. გასაგებია. დიდი მადლობა. ასევე პრაქტიკულად სრულად იფარება რიგ კლინიკებში ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კოთა. ხოლო ჭყალებში ძვირიან კლინიკებში პაციენტს მოუწევს რომ დაამატოს სხვაობა. დიდი მადლობა. მოდით დავეკითხოთ ქალბატონ მაგდას, რომელსაც საკმაოდ დიდი მუშაობა აქვს ჩატარებული თავის დროზე პარლამენტში მოღვაწეობისას დროსაც აი ამ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რა რისკებს შეიცავს თქვენი აზრით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მე თქვენ ციტატას წავიკითხავ, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხორციელდება ნაჩქარულად ყოველგვარი წინასწარი გაანგარიშების და მომზადების გარეშეო, თქვენ აღნიშნეთ. მოგესალმებით, ეკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე. პირადად თქვენ და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მინდა გადავუხადო მადლობა იმის გამო, რომ ძალიან დიდი დეფიციტია ინფორმაციის და ზოგადად კვალიფიციური მსჯელობის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური ჯანდაცვის სფეროში არაფერი არ განხორციელებულა ბოლო 2-10 წლეულის განმავლობაში. ეს არის პროექტი, რომელშიც პოტენციურად მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე საქართველოში, მონაწილეობს ყველა სამედიცინო დაწესებულება და როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ სათანადოდ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ ყველანი ამ პროექტს, აქ პირველ რიგში იმას გულისხმობ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ ის თუ რეალურად რას მოიცავს მეორე და მთავარი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და იმიტომ რომ ჯერ არ გამოქვეყნებულა და პრობლემა მხოლოდ ის არ იყო, რომ დაუშვათ მოსახლეობაში არ იყო ინფორმაცია, არამედ მენეჯერები, სამედიცინო დაწესებულებების ადამიანები, რომლებიც უნდა მიიღონ პაციენტები 1 ივლისიდან, მათ არ იცოდნენ მუშაობის რა რეჟიმზე უნდა გადასულიყვნენ. ეს დღესაც ნაწილობრივ გრძელდება ეს გაურკვევლობა და მთავარი სურვილი რა არის, რომ პროექტი იყოს წარმატებული. ყველას გვინდა ეს, რომ მაქსიმალურად შეფერხების გარეშე მიმდინარეობდეს პროცესი და თუ ყველა მხარეს არის გაძლევთ იმის საშუალებას შესაძლოა ის ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ სამინისტროს აქვს გეგმა საინფორმაციო კამპანიის ჩატარების მაქსიმალური ინფორმირების თითოეული მოქალაქის, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ პაციენტის მდგომარეობა და ბატონი ლაშა საუბრობდა იმაზე, რომ უამრავი დაგროვილი დაავადება არსებობს მოქალაქეებში. ხო, ადამიანის წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მისვლას ექიმთან. ასეთ სიტუაციაში, როდესაც ის იგებს, რომ საყოველთაო და უნივერსალურზეა საუბარი, პირდაპირ ელოდება, არც კი ცდილობს, რომ ეხლა დაუშვათ მივიდეს რამე სამედიცინო დაწესებულებაში, ელოდება პირველ რიცხვს, რომ ეს თავისი ყველა პრობლემით მიაკითხოს ექიმს და უნდა რომ რა თქმა უნდა მაქსიმალური ყურადღება და სრული მომსახურება მიიღოს. ამიტომ თავიდან რომ ავიცილოთ რაღაც გაურკვევლობა და აპირისპირება, ელემენტარულად კონფლიქტი ექიმსა და პაციენტს შორის, იმიტომ რომ თქვენც მოგეხსენებათ, რომ პაციენტი არ მიდის ჯანდაცვის სამინისტროში და არ აკაკუნებს მინისტრის კარზე. ხო, ის შედის ექიმთან და მისგან ითხოვს დახმარებას. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობა იყოს გარკვეული და პირველ რიგში ექიმმა იცოდეს, რა შესთავაზოს პაციენტს. ელემენტარული პირველი, რასაც ვამბობ, საინფორმაციო კამპანიის დონეზე აუხსნათ ადამიანებს ზუსტად რას მიიღებენ ისინი 1 ივლისიდან. ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ უფრო დეტალურად და უფრო მეტ კონკრეტიკაში აუცილებლად წავალთ ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ეხლა ბატონი დევის აზრი მინდა გავიგო. თქვენი აზრით რა გავლენას მოახდენს სახელმწიფო პოლიტიკა კერძო სადაზღვევო ბაზარზე? რამდენად მოსალოდნელია ბატონო დევი ის, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გარკვეულწილად მოყვეს საკუთარი ხარჯებით დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. აი ხედავთ ამასთან დაკავშირებით თქვენ რაიმე რისკს? თუნებას მომცემ ესეთი მივესალმები სტუდიაში სტუმრებს თქვენ და მაყურებელს და დავიწყებ ცოტა შორიდან. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ რაზეა ჩვენ დღეს საუბრობ, რაც პირველში იწყება, როგორც ბატონმა ლაშამ განმარტა, ეს არ არის სადაზღვევო პროგრამა, ეს არის მომსახურების პროგრამა. და მინდა ვთქვა, რომ ახორციელებს სახელმწიფო. მინდა აგრეთვე მაყურებლის საყურადღებოდ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ყველა სადაზღვევო პროგრამა, რომელიც არსებობდა აქამდე საქართველოში,
ანუ ორი დიდი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფარავს დაახლოებით 1.600.000 ადამიანს და კორპორატიული, ინდივიდუალური, ანუ არასახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები, რომლებიც ფარავს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანს, რჩება ძალაში. იმიტომ რომ უკვე ამ ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, მე უკვე პირველი იმისდა სადღაც გადავდივარ, არა. მეორე ეტაპი და ამიტომ ჩვენ შევაფასოთ ახლა მეორე ეტაპი, იმიტომ ჩვენ მართალია, სამწუხაროდ არ ვიცით, მესამე იქნება, როდის იქნება, რა იქნება. ამ კითხვებს დავსვავ აუცილებლად და თუ დრო დაგვსვა პირველ ეტაპსაც შევაფასებ. მეორე ეტაპი ინარჩუნებს ყველა სხვა სადაზღვევო პროგრამას და ამატებს იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც აქამდე ნებსით თუ უნებლიეთ. იმიტომ რომ იმ მოსახლეობაში, რომელსაც ეხლა მომსახურებით მიიღებს ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას, ნაწილს შეეძლო სადაზღვევო ურთიერთობებში შესვლა, ნაწილს არ შეეძლო. იმიტომ რომ იყვნენ მართლა იმ ციღარების ზღვართან ახლო, რეალურად. ამიტომ ის ფაქტიურად ამ ნიშას ავსებს. რასაკვირველი იმ ადამიანებისთვის ეს პროგრამა არის უზარმაზარი დახმარება. ამას არ უნდა ლაპარაკი. შეძლებს თუ არა სამედიცინო ინფრასტრუქტურა ამის მონელებას, მე ვფიქრობ შეძლებს. მე ვერ ვხედავ პრობლემი და გაგახსენოთ, რომ სექტემბერში კიდევ უფრო მძიმე კონტინგენტი 800.000 დაემატა აგრეთვე, ხო, როდესაც პენსიონერები, ბავშვები, ანუ იქ ავადობის, ესე ვთქვათ, ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, რამდენად შეძლებს ამის დაძლევა სამინისტრო და რამდენად ხარისხიან სერვისს თავაზობენ. ეს ცალკე თემა. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და კიდევ მე ვთქვი, რომ რაღაც გარკვეულწილად შეძლებს და გვარად უფრო მეტად მინდა, რომ კონკრეტიკაში წავიდეთ. დღეს ქალბატონი მაგდა საუბრობდა ასევე მედიკამენტების დაფინანსების ნაწილზეც, რაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღიქმება, რამდენადაც მე ამ თემას გავეცანი აი ამ პროგრამაში. როგორ ფიქრობთ, მთავარი პრობლემა არის ეს თუ კიდევ რაღაც სხვა ხარვებსაც ხედავთ? ამას ხადია უკავშირდება ძალიან დიდი გულის ტკივილი, იმიტომ რომ აი მარტივად რო ავიღოთ ეს პრეზენტაციის, რაც ჩვენ ნახეთ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პირველი, რაც წერია, რომ პროგრამის მიზანი არის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა ჯანდაცვაზე, ხო? და აქედან გამოვდივართ, რომ რამდენად უპასუხებს ამ მიზანს პროგრამა, რომ ფინანსურად ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და არ არის ეს ახლა რაღაცა დაფარული მონაცემები, აბსოლუტურად ყველა კვლევა რაც კი ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში გვეუბნება, რომ მთავარი პრობლემა იყო და რჩება მედიკამენტების შეძენა, ვიცით რომ რაც არის მთელი ხარჯი ჯანდაცვაზე გაწეული ამის 60 სხვადასხვა მონაცემებით 70% ეს არის წამლებში გადახდილი ფულიდან, ოჯახების ბიუჯეტიდან, მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ფული, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ჰქონდა უკვე დაზღვევა და პოლისი, მათ ედოთ ეს მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, ის იყო ძალიან მცირე ლიმიტი, რაც დღესაც არსებობს და რაც თავარი შეზღუდული სია მედიკამენტებისა, იმიტომ რომ უამრავი ექიმი ნიშნავს ისეთ წამლას, რომელიც ამ სიაში არ არის მოხვედრილი და ფუჭად რჩებათ, ასე ვთქვათ, ეს პოლისი. მე დღეს ვესტუმრე წნორში, ასეთ ქალბატონს არის პენსიონერს, რომელსაც აქვს პოლისი, ის სარგებლობს ამ პოლისით, გადის კონსულტაციას, მაგრამ კონსულტაციაზეც აღარ მიდის უკვე, იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს, კონსულტაციას ექიმი დაუნიშნავს წამლას. ამ წამლის შეძენისთვის მას ფული არ აქვს, პენსია არ ყოფნის, იმიტომ რომ ორი უმუშევარი შვილი ყავს და უნებრივია რომ ამ ახალგაზრდების შენას ხმარდება ამ ქალბატონის პენსია, ანუ შესაბამისად იმ ამოცანას, რასაც თქვი ამ ქალბატონის სამედიცინო მომსახურება, ვერც ეს პოლისი ასრულებს და სამწუხაროდ აი ამ კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სხვა სიკეთე მოაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და არ შეიძლება ონკოლოგიის თემა არ აღინიშნოს. ხო, ეს არის რაღაც სასწაულებრივად წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც იყო წლების განმავლობაში კატასტროფული პრობლემა და ეს ჩაიდო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ამ კუთხით აი სუფთა ფინანსური თვალსაზრისით, ხო, მედიკამენტების სამწუხაროდ კვლავ როგორც ჩანს დარჩება პრობლემად და არა თუ ის რომ არ გაიზარდა და უშუალოდ არსებულ მოქმედ პოლისებში მედიკამენტების დაფინანსება და არ გაფართოვდა ისია, არამედ ეს ახალი პროგრამა, რაც შემოგთავაზა სახელმწიფომ, აქაც კი არ არის გათვალისწინებული ეს, რაც მართლა ძალიან სამინისტროს წარმომადგენლის პირველ რიგში ქალბატონი მარიამის აზრი ამასთან დაკავშირებით, როდის იზრუნებს სახელმწიფო იმაზე, რომ მედიკამენტების ნუსხა გაიზარდოს, ხელმისაწვდომი იყოს, როდის აპირებთ აი უკვე ამაზე ფიქრს? დააპირებთ თუ არა საერთოდ? დავიწყებ, ესე ვთქვათ, პასუხს ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხიდან. ქალბატონმა მაგდამ ახსენა, რომ პროგრამის მთავარი მიზანი არის როგორც გეოგრაფიული, ასევე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
დღეს საქართველოს ლიდერობს, ზუსტად დღეს გამოიცა მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსების და ზოგადად ჯანდაცვის მდგომარეობის შეფასების კუთხით და საქართველოს ლიდერობს როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ჯიბიდან გადახდილი სამედიცინო მომსახურების პროცენტით. თუ კი სოფლიოში რეკომენდირებულია, რომ მოქალაქის ჯიბიდან გადახდილი თანხა ჯანდაცვის დანახარჯებზე არ უნდა აღემატებოდეს 15-დან 20%-ს, დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უკანასკნელი კვლევების მონაცემებით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდა 70%-ს აღემატება. 70%-დან გეთანხმებით მნიშვნელოვანი წილი არის მედიკამენტები, მაგრამ 70%-დან 40%-ს არ აღემატება მედიკამენტებზე დახარჯული თანხები. ამდენად ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თქვენ გვერდი აუარეთ ამ თემას. არა, ეხლა მოგახსენებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ტვირთი ჯანდაცვის დაფინანსების მოიხსნას, მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეების მიერ გადახდილი დანახარჯები და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი დებატია ბისმარკის და ბევერიჯის მოდელებზე, რაც კლასიკურ მოდელებზე. მთავარი ფუნქცია, სულ არის 5 დაფინანსების სისტემა ჯანდაცვის სფეროში, ხო? მთავარი ფუნქცია არის, რომ მოხდეს სწორი ბალანსი დაფინანსების, რომ არც არარაციონალური ხარჯვა არ მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის და არც მოქალაქეებზე არ მოხდეს ფინანსური ტვირთი. სწორედ ჩვენ ვამცირებთ 70% შემცირება არის ჩვენი პირველი მიზანი და პარალელურად მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა მედიკამენტების ჩართვის თქვათ პერსპექტივაზე. როდის მოხდება? მხოლოდ მედიკამენტის ჩართვა დღეს და აქვე გამოვეხმაურები ერთ კომენტარს, რომელიც გაჟღერდა ქალბატონი მაგდას გამოსვლაში, რომ ის მედიკამენტები, რომელსაც უნიშნავს ექიმი, არ არის ჩართული ესენციალურ სიაში. პირიქით სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში, გახლავთ არაადეკვატური, არარაციონალური ფარმაკოთერაპია. ანუ არასაჭირო ხშირად ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნა, რომელიც არც არის ეფექტური ამ პაციენტის პრობლემა არ არის. ახლა როგორ გაარჩიოს პაციენტმა ექიმი სწორად უნიშნავს მედიკამენტს, ჩვენ მაქსიმალურად მოვამზადოთ სისტემა, რომ სისტემაში გაჩნდეს რაციონალური ფარმაკოთერაპიის საფუძვლები, გაჩნდეს თუნდაც ფასის რეგულირების პირველადი საფუძვლები, თუნდაც პირველი რიგის მოხმარების წამალზე, რომ რეალურად მაღალი ეფექტურობის წამლები ჩაიდოს და დღეს მედიკამენტების ჩადებით არა მარტო შეუწყოთ კიდევ უფრო მეტ მოხმარებას ჭარბის სამედიცინო თქვათ პრეპარატების, არამედ მოხდეს გეგმაზომიერი ჩართვა, რომელიც წლის ბოლოსთვის იგეგმება. მე მაინც ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი, როდის მოხდება მედიკამენტების ხელმისაწვდომაზე ფიქრი დაიწყება და როდის ჩაიდება ეს ამ პროგრამაში და გარდა ამისა, აი ის ყველაფერი, რაც ქალბატონი მარიამი ახლა საუბრობდა, როგორ შეიძლება თუნდაც ამ რაღაც ფასების დარეგულირება, ეს როგორ გესახება? მე ერთ ფრაზას დავამატებ ქალბატონი მარიამის გამონათქვამს. სულ 4 თვე არის, რაც საყოველთაო ჯანდაცვა შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში. და ჩვენ იმ ადამიანების მომსახურება დავიწყეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომელიც არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდა. თქვენ იცით, რომ იგივე უმწეოთა პაკეტში 70,000 ქულაზე ქვევით ვინც არის, ის იყო დაზღვეული და ძალიან მიზერულია სხვაობა 70,000 ქულასა და თქვათ 100,000 ქულას შორის თავისი შემოსავლები. ჩვენ უმწეოებზე ვისაუბრებთ. ეხლა უმწეოზე არ ვსაუბრობ, 70,000 ქულას ზევით, რომელიც არ იყო უმწეოთა პროგრამით დაზღვეული და მოხდა საყოველთაო ჯანდაცვაში. და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიფაროს ისეთი მკვლელები, სამედიცინო მკვლელები, რომელიც შეჭიდული არის ქირურგიულ ოპერაციასთან და ონკოლოგიურ მკურნალობასთან, რომელთა ფინანსური რესურსი ასევე იმდენად მაღალია, რომ მათ უწევთ ბინის, მანქანის, უზარმაზარი კრედიტის აღება. ეს იყო პირველადი ამოცანა, რომ ამ ადამიანებს არ ქონოდათ სრულიად განწირულობის შეგრძნება. აი ეს როდესაც მოგვარდა ეს ამოცანა და უკვე დგება სხვა ამოცანები. ეს მოხდა 1 ივლისის მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა რესურსები გააჩნია დღეს ჩვენ ბიუჯეტს და ჩვენ ქვეყანას. წამლების დაფინანსება აბსოლუტურად დავეთანხმები ქალბატონ მარიამს, თუ ეფექტური არ არის, შეიძლება უკვე ეფექტი მივიღოთ. მანამ სანამ არ იქნება მოგვარებული და ეს რეფორმა მიმდინარეობს და მუდმივად გაგრძელდება, არ იქნება რეცეპტების სისტემა, არ იქნება ხარისხის სისტემა, ჩემი აზრით მედიკამენტების ესე ვთქვათ დაფინანსება არ მოგცემს იმ ეფექტს, რასაც რეალური ეფექტი ჰქვია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე დღესაც და გუშინაც არ ვზრუნავთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მიზნობრივ ჯგუფებში, რომლებიც არის პენსიონერები, უმწეოები და ასე შემდეგ, მათთვის არ გაიზარდოს ის ხელმისაწვდომობა იგივე წამლებზე, რომელიც დანარჩენი მოსახლეობისთვის მეტად მიწვდომადია. ანუ ჩვენ გვაქვს შედარებით ცოტა ფული, ვიდრე მკურნალობა სჭირდება და მთელი მენეჯმენტი და ეფექტურობა ის არის, რომ გავანაწილოთ ისე, რომ ყველა სამართლიანად შეხვდეს. ანუ ნაკლებად შესაძლებელ ადამიანს მეტი წვდომა
მეტად შესაძლებელი ადამიანს ნაკლები, მაგრამ განწირული არავინ არ დაჩეს. ეს არის ყველაზე მთავარი. კარგი. კი, რა ბატონ დევის სურდა რეპლიკა და გთხოვთ მე ვფიქრობ, რომ მედიკამენტების საკითხი წდება მარტო იმ ესე ვთქვათ, აი განაწილების თემას. ეს არის საკვანძო საკითხი, მე ესე ვხედავ ამას. საქართველოში, როგორც ხალბატონო მაგთქო, სადაც 50% არის ჯანდაცვის დანახარჯების მედიკამენტებზე და შეიძლება 40 დღეს სამწუხაროდ არ ვიცით, იმიტომ რომ ის პრინციპული კვლევა, რომელზეც ამას პასუხს გვაძლევს, არ ჩატარებულა 2010 წლის მერე. 2010 წლის კვლევას თუ დავეყრდნობით, 190 ლარია ადამიანის წლიური დანახარჯი თითოეული მოქალაქის წამალზე, რაც ასტრონომიული რიცხვია. და ამავე დროს 10% ხარჯავთ ჩვენ ყველანი ერთად ჩვენი შიდა პროდუქტის ჯანდაცვაზე. ამის გაზდა შეუძლებელია, არც კარგია რომ გავზარდოთ, თქვა 10%-ზე მეტი, და ერთადერთი რესურსი, რომ ჩვენ ყველამ ერთად გამოვნახოთ ფული, მარტივად რო ვთქვათ, იმისათვის რომ სერვისები დავაფინანსოთ, არის წამალზე დანახარჯების შემცირება. მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ საქართველოს ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, რომ წამლების დანახარჯები იმართება. ეს არის კორპორატიულ დაზღვევაში ჩვენ საშუალო დანახარჯი წლიური წამალზე და ვინც კორპორატიულად არის დაზღვეული, იცის, რომ ახლა მნიშვნელოვანი შეზღუდვები არც კერძო კორპორატიული დაზღვევები არ აფინანსებს სრულად. არა, მაგრამ ნორმალურად. არც ერთი პაკეტი სრულად არ აფინანსებს ფედერალურად. სრულად ძალიან ისეთე, მაგრამ იქ არის დაახლოებით 40 ლარი. რაც კი რაღაცა შეიძლება ადამიანი ყიდულობს კორპორატიულ პაკეტს მიღმა, საერთოდ არ აწუხებს სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უკეთესად არის მართული. მე მინდა ამ დროს ერთი რამე ვთქვა, რომ არის რეალური შანსი, იმიტომ რომ მათ შორის მთავრობასა და სადაზღვევო ინდუსტრიას შორის ეხლა კეთდება ძალიან საინტერესო ელექტრონულ ჯანდაცვაზე მიმმული ფარმაცევტული დანიშვნის მოდულები, რომელიც აი რასაც ბატონი ლაშა ბრძანებდა, რომ გაეშვება რეალურად მოგცემს ძალიან უხეში ჩემი აზრით, რასაკვირველია, ინსტრუმენტების ჩარევის გარეშე, როგორც აი ფასების პირდაპირი კონტროლი, მართვის საშუალება სწამლის. ალბათ სწორია, რასაც ქალბატონ მარიამი ამბობს, რომ აი ეს რომ გახდება, აი ესეთი მეთოდები რომ შემოვა, პროტოკოლები მერე ჩავა წამალი. ალბათ. მე აბსოლუტურად მესმის, ძალიან სწორი მსჯელობა არის, საუბარია სისტემაზე, როგორ ავაწყოთ რა მოდელით, მაგრამ ცხადია, ეს არის ძალიან გრძელვადიანი გეგმა. ყველას ესმის. მაგაშია კითხვა, როდის მოხდება ეს? ამაზე სამინისტრომ უნდა იმუშაოს რაციონალურ მოხმარებაზე, რაღაცა ირიბ რეგულაციებზე, ფასებისაც, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ რამდენიმე თვის პერსპექტივა, მაგრამ შეიძლება რამდენიმე წლისაც, ხო, ამაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს ხო არ არის ესეთი თემა, რომელიც აი მოიცდის და გადასადებია. ეს არის ყოველდღიური პრობლემა ადამიანებს. უცებ ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ერთის მხრივ სისტემის შექმნაზე ზრუნვა და მეორეს მხრივ ვისაც დღეს გადაუდებლად ჭირდება იმ ადამიანების დახმარება. და როდესაც აი ძალიან საინტერესო იყო ბატონი ლაშას საუბარი იმაზე, რომ რაღაცნაირად სამართლიანად უნდა განაწილდეს, მეტი უნდა მიიღოს იმ ადამიანმა, ვისაც ძალიან უჭირს, ხოლმე ვისაც ნაკლებად. სამწუხაროდ აი ამის ნიშნები არ ჩანს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სიტყვა საყოველთაოს ან უნივერსალურის მძევალი ხდება ეს პროგრამა, იმიტომ რომ რასაც ვხედავთ, ეს არის პირიქით, რომ რაც სჭირდებათ მართლაც სოციალურად დაუცველ ადამიანებს, იმაზე ხდება ეკონომიის გაწერება, იმ მიზნით, რომ ყველამ მიიღოს თუნდაც მშობიარობის 500 ლარი. მერწმუნეთ, შედარებით მაღალ ანაზღაურების მქონე ოჯახებისთვის, ქალბატონებისთვის, რომელსაც აქვს სტაბილური შემოსავალი, ასეთი ბევრი არ არის, მაგრამ ხომ არიან. 5% იქნება თუ 10% არიან ადამიანები, ვისაც არც ისეთი დიდი მნიშვნელობის არ არის სახელმწიფო საშუალება გვიპასუხოს ხალბატონმა. აქ უნდა იყოს მართლაც სამართლიანი გადანაწილება. რამოდენიმე თემა გაჟღერდა. მოდით დავიწყებთ პერსპექტივებზე მედიკამენტების ჩაშლის. პრინციპში ძალიან კონკრეტული იყო ყველა ეს შენიშვნა და სასურველია რომ კონკრეტულად ვუპასუხოთ, იმიტომ რომ კიდევ ბევრია კითხვა და მე მინდა რომ მოვასწროთ უბრალოდ აი ამ ერთ საათში ამ ყველაფერს. მედიკამენტების ჩართვას რაც შეეხება, ჩვენ თუ საუბრობთ პირველადი ჯანდაცვის დონეზე ესენციური მედიკამენტების, ანუ თავარი ჩამონათვლის ჩადებაზე, ეს საკითხი განხილვის თემა არის და შემოდგომაზე იგეგმება კიდევ ერთხელ პირველადი ჯანდაცვის კაპიტაციის გადახედვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის პირველი რიგის ანტიჰიპერტენზიული, ანუ მაღალი წნევის, ასე ვთქვათ, რეგულირებისთვის წამლების ჩადება მოხერხდება, მაგრამ ისევ და ისევ არის მთელი რიგი საკითხები იქამდე მოსაგვარებელი. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, ალბათ არ უნდა ვიყოთ ესეთი კატეგორიული, იმიტომ რომ თუნდაც პირველი ეტაპი, თუნდაც გაფართოებული
კრიტიული ეტაპი. მოიცავს მთელ რიგ მედიკამენტებს, რომელიც არის აუცილებელი, როგორც გადაუდებელი, ასევე ქირურგიული ჩარევების დროს. ის დაფინანსება, რომელიც იქნება გამოყოფილი, მოიცავს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ პერიოპერატიულ პერიოდში, ანუ ოპერაციამდე და თვითონ ოპერაციის მსვლელობის და შემდგომ საჭირო მედიკამენტების დაფარვას. ამდენად ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ იფარება მედიკამენტები საყოველთაო მოცვით. მეორე საკითხი გახლდათ რაციონალური გადანაწილება. და მთავარი, თქვა, საკითხი იყო, რატომ ხდება უნივერსალურად დაფარვა. ბოლო მონაცემებით, გაეროს მონაცემებით, მოსახლეობის 70% სულ მცირე არის ჯერ კიდევ კატასტროფული სოციალური და ეკონომიკური რისკების ქვეშ. და ისევ მაღალი ჯიბიდან გადახდა, აწვებოდა მოსახლეობას. ბევრი დებატი არსებობდა და მიმდინარეობდა, სანამ დავიწყებთ პირველ ეტაპს, ხომარ, ესე ვთქვათ, შეგვემუშავებინა პროგრამა მხოლოდ თქვათ შედარებით სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, მაგრამ თუნდაც ის არგუმენტი, რომ დღევანდელი ჯანდაცვის დაფინანსება არის საერთო შემოსავლებზე დაყრდნობილი და შესაბამისად რაც უფრო მაღალი გაქვს შემოსავალი, მით უფრო მაღალ შენატანს აკეთებს საერთო სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლითაც ფინანსდება ჯანდაცვის სისტემა, ალბათ არასამართლიანი იქნებოდა ამ ეტაპზე თუნდაც არაინფორმირებული თანხმობით გამორიცხვა ამ კატეგორიის ჯგუფისა. რაც შეეხება სამშობიარო მომსახურებას, ჩვენ ვაძლევთ ბაზისურ დაფინანსებას, რომელიც არის აუცილებელი სამედიცინო სერვისის დასაფარად. თითოეული ადამიანის არჩევანია, მით უმეტეს თუ კი ფინანსურად შეძლებული ოჯახია, მას შეუძლია აირჩიოს ბევრად უფრო ძვირადღირებული კლინიკა და შესაბამისი თანადაფინანსება გააკეთოს. მიმდინარე ეტაპი კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნო, ეს პროცესი არის დინამიური. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები არ გახლავთ სტატიური. უბრალოდ დღეს იწყება უზარმაზარი. გაიზიარებთ რაღაც წინა ეტაპის გამოცდილებას, ამ ეტაპის გამოცდილებას უკვე შემდგომი ეტაპებისთვის და ამ ხარვეზებს გამოასწორებთ, რაზეც თუნდაც ახლა საუბრობენ ნორმალურად. აუცილებლად ეს იქნება მუდმივი ანალიზის და შემდგომი მსჯელობის საკითხი, რომელიც 2014 წლიდან ასე. თქვენ ახსენეთ მშობიარობა და პირველი ივლისიდან გარკვეულწილად ხდება ამის დაფინანსებაც. ქალბატონ მაგდა, როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია ის, რაც ჩადებულია აი ამ მეორე ეტაპში? მე მგონი ყველასთვის ცხადია, რომ სრულად მშობიარობის დაფარვა ამ თანხით შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ელემენტარულად ფასების გაზრდა მაინც არის მოსალოდნელი. ხოთაშორის საინტერესო იყო მე მოვისმინე ბატონი მინისტრის კომენტარი მედიკამენტებთან დაკავშირებით, როდესაც ის ამბობდა, რომ დღეს რომ დავიწყოთ მედიკამენტების დაფინანსება, მკვეთრად გაიზრდება ფასები ბაზარზე და ამას ვერ დავაკავებთ. ასეთი მიდგომა შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა თემის მიმართ, როდესაც ფინანსდება მშობიარობა, ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ აქაც გაიზრდება ამ სეგმენტში, ხო? ფასები, იმიტომ რომ სადაც მიდის თანხა, მენეჯერები, საკმაოდ გონიერი ადამიანები არიან და მათ იციან, რომ ნებისმიერ კლიენტს უკან მოყვება ეს 500 ლარი, ეს ოჯახის გადასახდელი არ არის. აქ იქნება რაღაც დამატებითი შეთავაზებები, რაც აიძულებს ადამიანს, რომ ეს თანხა ამოიღოს ჯიბიდან, ხო? მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ახლა უმწეოებს მშობიარობის პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებული ჰქონდათ. ანუ ვინც დაზღვეული იყო, მათ ეს ფული ისედაც ედოთ პოლისებში. აქ ამ თანხის მოძიება უჭირდათ იმ მოქალაქეებს, ვინც იყო სიღარიბის ზღვარზე. ანუ ისეც ჰქონდა ეს 70-ზე მეტი, 70,000-100,000, ხო? მათ მაინც მოუწევთ თანხის დამატება. ანუ ეს დაპირება, უფასო მშობიარობა ვერ სრულდება. საიდან უნდა დაამატონ? იქნება 300 ლარი, ამ თანხის დამატება მაინც მოუწევთ. ასე რომ კიდევ ერთხელ ბოლო 3 წელიწადია, აი იგივე უმწეოთა პაკეტში ჩადებული არის ის ფასი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, 500 ლარი და 800 ლარი საკეისრო კვეთაზე. ეს თანხა შემუშავებულია მიანთა ასოციაციის მიერ, ამაში ჯანმრთელობის სამინისტროს როლი არის მხოლოდ მენეჯმენტი. ეს არ მომდინარეობს, ასე ვთქვათ, სამინისტროს სურვილებისგან, ეს ერთი და მეორე არის კლინიკები, სადაც 500 ლარი და 800 ლარი სრულად ფარავს, გართულების გარეშე შემთხვევებს გულისხმობ და არის კლინიკები, სადაც არ ფარავს. ანუ ადამიანს მიეწოდება ინფორმაცია, მელოგინეს და ის დაგეგმვად საქციელს ახორციელებს, ანუ თუ არ აქვს შესაძლებლობა წავა იქ, სადაც არ უნდა დაამატოს და თუ აქვს შესაძლებლობა აარჩევს, სად წავიდეს. ხო, მოკლედ ეს აქვე დავამატებ, რომ მე რო ვახსენე, ის უმწეოებიც კი ძველი მოდელით მაშინაც ამატებდნენ თანხას. მე პირადად დავესწარი, სხვათა შორის ეს გაშუქდა კიდეც, იმიტომ რომ საინტერესო შემთხვევა იყო, უმწეო ქალბატონის მშობიარობის საკეისრო კვეთა, სადაც მას უწევდა 500 ლარის დამატება და ეს სატელევიზიო სიუჟეტი სწორედ ამას ეხებოდა, რომ უმწეოს, რომელსაც აზღობს სახელმწიფო, მას არ უნდა უწევდეს თანხის დამატება. იქაც კი იყო ეს პრობლემა და დღეს, როდესაც მე დარწმუნებული ვარ, ფასი გაიზრდება, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად
პენსია დანიშნული სამშობლოებრივ ბატონ დევი არ გეთანხმება მით უმეტეს რომ უკვე ითქვა რომ თუ ადამიანს უნდა დამატებითი სერვისი მან უნდა გადაიხადოს ბატონ დევი როგორ გონიათ გაიზრდება ძალიან ბევრი დეტალია როდესაც ესეთ რამეებს ვაფასებ და პროგნოზებს ვაკეთებ დეტალია ჩვენ ვიცით რაღაც ამომავალი წერტილები ვიცით ის რომ დღესდღეობით ისევ დაახლოებით 10%-ს მეტი მეც არ აღემატება არაფორმალური გადახდების ჯანდაცვის სისტემაში. ეს უნდა შევიდარჩუნოთ. ეს უნდა იყოს პირდაპირ ამოცანა ამის შენარჩუნება. ამავე დროს უნდა მივცეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა აი უნივერსალურ ჯანდაცვაში ვლაპარაკობთ არა ღარიბ ადამიანებზე. ხო, იქ არის რასაკვირველია სეგმენტი, რომელიც ძალიან ახლოა უმწეობასთან, მაგრამ ნაწილი არის იმათ უნდა გქონდეთ დამატების საშუალება. ეს დამატების საშუალება როგორ გავაკონტროლოთ, რომ არ გახდეს, თქვათ, გაბერილი ფასი, ეს არის მთელი know-how, რაცაც ქვია და ამას ქვია შემთხვევის მართვა. და აქ ყველაზე რთული და ყველაზე ამბიციური და ყველაზე თვალსაწიერი და რო არ დავკარგოთ, არის ის, რომ შეძლებს თუ არა სახელმწიფო სერვისების სააგენტო შემთხვევის მართვის განხორციელებას. ეს არის ძალიან რთული თემა. თუ ვერ შეძლო, შეიძლება მართლა მოხდეს ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ დატრიალდეს ფასების სპირალი და ასე შემდეგ. ისწავლეს, იმაცადინეს, მე მინდა გითხრათ, მათ შორის ძალიან მე გამეხარდა, ჩვენ ქონდა სერიოზული პრობლემა, არ გავცდეთ ამ მშობიარობის თემა, საქართველოში შეიქმნა საშინელი პრაქტიკა, რომ ნებაყოფლობითი საკეისრო კვეთა. ჩემო ფიშიც კი ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ რომელ საათზე გააჩენენ ბავშვს, არათუ რომელ დღეს. ამიტომ სექტემბერში მთავრობამ გასულ სექტემბერს დაგვავალა ჩვენ მეტის გადახდა. იმაზე და ეგრევე იქა წავიდა ზემოთ საკეისრო კვეთების ის. ეხლა ჩაიწერა სხვანაირად. ჩაიწერა ისე რომ საჭიროებით, სამეისრო საჭიროებით კვეთა ფინანსდება კარგად შედარებით, მაგრამ თუ კვეთა საკეისრო კვეთა კეთდება სურვილით ის ფინანსდება როგორც ბუნებრივი მშობიარო. მაგრამ ეს რასაკვირველია სამართავი პროცესია, თორემ მე გააფორმებენ. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც არის ხოლმე საუბარი და რაზეც ექსპერტების მოსაზრებებიც მე მოვისმინე და ასევე გავეცანი, არის რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი იმისთვის, რომ აი ეს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს, აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ასეთი გაზრდილია მოსახლეობის, დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა, ხარისხიანი სერვისი შესთავაზოს ამ ადამიანებს. რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სერვისი? მოგახსენეთ ხარისხიან სერვისზეა საუბარი. კი ბატონო, ხარისხი ზოგადად ძალიან კომპლექსური თემაა და მოლოდინი იმისა, რომ თუნდაც 8 თვის მანძილზე რადიკალურად მოხდებოდა ხარისხის შეცვლა არსებულ სისტემაში, არ არის რეალისტურია. უბრალოდ ჩვენ იგივე კონტროლის მექანიზმებით, რომელიც ახსენე ბატონმა დევიმ, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოხდეს სტანდარტიზაცია მიწოდებული სერვისის, შესაბამისი პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით მართვა პაციენტის და დარღვევების და თქვათ ხარვეზების გამოვლენის შესაბამისი, თქვათ მენეჯმენტი. მაგალითისთვის, რამდენად მზად არის სისტემა შესაბამისი ინსპექტირებისთვის. ბოლო 4 თვის მანძილზე, პირველ ეტაპზე, უკვე გამოვლენილი იქნა პირველადი ჯანდაცვის რეგისტრაციის კუთხით 110,000 ხარვეზი და შეცდომა. 110,000 ხარვეზის გამოვლენას დამეთანხმებით, რომ ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემა სჭირდება. ეს სისტემა უკვე აწყობილია თებერვლიდან მუშაობს და გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება გაფართოების ეტაპისთვის. ერთია გამოვლენა, მაგრამ მეორე არის ამის გამოსწორება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, გამოსწორებისთვის ერთ დღეში ისევ და ისევ 20 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მართვა წარმოუდგენელია და მოგვარება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის გეგმები, რომელიც აუცილებელია ხარისხის ტოტალური მართვისთვის. ეს გახლავთ რეგიონალიზაცია, ანუ დონეებად დაყოფა, ოპტიმიზაცია სერვისების, ეს არის იგივე სტანდარტიზაცია მაქსიმალური და მაღალი ეფექტურობის, არა აუცილებლად მაღალი ღირებულების და მაღალ ტექნოლოგიური სერვისების დანერგვა, არამედ ის ინტერვენციები, რომელიც მსოფლიოში არის აპრობირებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით იქნება ყველაზე ბატონ ლაშა, მაგრამ მაინც არის საზოგადოებაში ასეთი აზრი და მე ეს არაერთხელ მომისმენია და დამეთანხმებიან დარწმუნებული ვარ აქ მსხდომი აუდიტორიის წევრები, რომელთაც სულ ცოტა ხანში ექნებათ თქვენთან გარკვეული კითხვები და მოსაზრებები. არის ასეთი აზრი, რომ იქ სადაც დაბალფასი ხდი და იქ სადაც სახელმწიფო გთავაზობს რაღაც გარკვეულ სერვისებს, იქ მომსახურების ხარისხი დაბალია.
როგორ შეგიძლიათ ისინი, რა არგუმენტებით შეგიძლიათ გადაარწმუნოთ? ყველაზე დიდი მიღწევა ამ საყოველთაო ჯანდაცვისა არის ის, რომ სახელმწიფო არ გთავაზობთ, რომ წახვიდეთ დაბალფასიანში. არჩევანი არის აბსოლუტურად თავისუფალი. კი, მაგრამ თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ მშობიარეს მე არ მithქვამს, რომ წავიდეს იქ, სადაც მას აღარ მოუწევს დამატებაო. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ იქ დაბალი ხარისხია, აბსოლუტურად არა. მაგაში მდგომარეობს. სხვა დანარჩენ ნებისმიერ დაფარვაში აბსოლუტურად არანაირი, არც მშობიარობაში რეკომენდაციის გაწევა არ ხდება, აბსოლუტურად თავისუფალია. კიდევ ვიმეორებ, რომ ამ 2 მილიონი ხალხისთვის თუნდაც არავის არ დაუშლია, რომ თქვათ იყიდოს კერძო დაზღვევა და დანარჩენი დანამატი თუ VIP სერვისები, ესე ვთქვათ, დაიფინანსოს ძალიან უმკივნეულად და უფრო იაფად, ვიდრე ეს დაუჯდებოდა მას საყოველთაო ჯანდაცვის შემოსვლამდე. რაც შეეხება მზაობას, რასაკვირველია, თვითონ სამედიცინო ინდუსტრია გარკვეულ მუდმივ, ვთქვათ, კონტაქტში საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტებთან არის მუდმივ რეფორმის პროცესში, მუდმივ ტრენინგის პროცესში. აქ არ არის მარტო მკურნალობაზე ლაპარაკი. მთლიანად შეიცვალა და ელექტრონული გახდა ადმინისტრირების წესი. ვერწმუნეთ, რომ იმ კლინიკებში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ლაპარაკი ამ 3-4 თვის განმავლობაში ჩატარდა ისეთი სამუშაო და არ არის ეს ისეთი მარტივი, რომ მთლიანად გარდაიქმნა მონაცემთა ბაზების მართვის წესი, ასევე კონტროლის წესი და დავეთანხმები ქალბატონ მარიამს, რომ როდესაც სახელმწიფო თვითონ იხდის, ის გაცილებით უფრო ყურადღებით მიადევნებს თვალს თითეული ლარი რაში გადაიხადა. აქ შეიძლება შეკითხვა დაისვას, რამდენად გამტარუნარიანი იქნება იმ მოზღვავებული დაავადებების, რაც შეიძლება ამ 2 მილიონ ადამიანში იყოს. მე რა თქმა უნდა ველოდები, რომ გარკვეულწილად შეიძლება გარკვეული მიმართულებით, მაგალითად იგივე ონკოლოგიაში პაციენტთა რაოდენობა იმატოს, მაგრამ ჩვენ არა ვართ იმ სიტუაციაში, რაც იყო თუნდაც 2006 წელში, 2007 წელში, იგივე სადაზღვევო კომპანიების მიერ რეგიონებში აშენებულმა კლინიკებმა მე ვიტყოდი, რომ თავისი სათქმელი თქვენს და მნიშვნელოვნად ამოწიეს რეგიონალური ჯანდაცვა. ეს რასაკვირველია არ არის იდეალი და შორსავართ იდეალისგან, მაგრამ მნიშვნელოვანწილად გამოასწორეს სიტუაცია. მე არ ველოდები, რომ რაღაცა პრობლემები შეიქმნება, თუმცა რასაკვირველია ნაკადი გაიზრდება. კარგით. როგორ ფიქრობთ, შეიქმნება თუ არა პრობლემები და უზრუნველყოფს თუ არა აი ეხლა დღეს არსებული ჰოსპიტალური ქსელი ხარისხიან ჯანდაცვას? თუნებას მომცემთ, ეკა მინდა რომ ჰოსპიტალურ სექტორზე არა მხოლოდ ამ კონტექსტში, არამედ ცოტა ზოგადად ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს ალბათ ცალკე ძალიან დიდი თემა, რაც ვფიქრობ, რომ დღეს ცოტა ჩრდილშია, იმიტომ რომ წინა პლანზე წამოვიდა საყოველთაო ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ბოლო წლებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჰოსპიტალურ სექტორზე, იმიტომ რომ იყო ეს ტოტალური პრივატიზაციის პროცესი, განუკითხავი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არავით არის მყარი გარანტიები ის თუ ვინ ყიდულობდა, რა პირობებით ყიდულობდა, რამდენიმე წელიწადში როგორ უნდა შეესრულებინა ან ვერ შეესრულებინა ეს ვალდებულებები. ესეთი აბსოლუტურად არ იყო მყარი გარანტიები და ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, არ შეიძლება არ გავიხსენო უბრალოდ ასობით კვალიფიციური გამოცდილი ექიმი, რომელიც შეეწირა პირდაპირ მნიშვნელობით ამ პროცესს და ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე. ასევე არ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული კრიტერიუმები, ვის რა ნიშნით ტოვებდნენ და რა ნიშნით ათავისუფლებდნენ. მე მინდა სახელმწიფოს დღეს სამინისტროს წარმომადგენლებს ესეთ ვთქვა, რომ რაღაც იქნება უფრო სისტემური ხედვა შემოგთავაზონ, იმიტომ რასაც მე დღეს ვხედავ, ეს არის რომ სადაც ხანძარია, აი იქ ხდება ჩახრობა. ონკოლოგიურთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილება, კომპანია ADI-თან დაკავშირებით ასევე არის რაღაც პროცესი, მაგრამ არის განცხადებები, რომ ამაზე სამინისტრო მუშაობს, მაგრამ მთლიანობაში რას უპირებს ჰოსპიტალურ სექტორს სამინისტრო, რას უპირებს პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არსებულ ამ ჰოსპიტალებს, იმიტომ რომ სიტუაცია ასეთია, რომ კერძო დაზღვევის პოზიციები, ასე ვთქვათ, სულ უფრო სუსტდება, ვიცით რამხელა ზარალი აქვთ მათ დღეს და სავარაუდოდ ეს ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება, მაშინ როდესაც ამ ადამიანებს აქვთ დახარჯული 150 თუ 200 მილიონი ლარი ჰოსპიტალურ სექტორში, რჩება ეს კომპანიები მათ მფლობელობაში ასე პრაქტიკულად გაკოტრებულმა სადაზღვევო კომპანიებმა როგორ უნდა მართონ ეს სექტორი თუ სახელმწიფო აპირებს რამის შეთავაზებას რაღაცა დახმარების სახით. ეს კიდევ ერთხელ არის ცალკე დიდი თემა, სადაც უფრო სისტემური სერიოზული მიდგომაა საჭირო და ამაზე დიდი მადლობა. სუსტება თუ არა რეალურად ეს კერძო სადაზღვევო სისტემა, ამაზე ჩვენ რეკლამის შემდეგ სულ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ, გადაცემაში რეკლამის დროა.